მოგესალმებით ნაზის არჯველაძე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდა არაჩვეულებრივი ბატონი მინდა გითხრათ ღირსეული პიროვნება, ნამდვილად საჩინო პიროვნება ბატონი გელა ქოქიაშვილი. თავის მოკლე ბიოგრაფიას თქვენის გიამბობთ და ამიტომ მე მას დიდი პატივისცემით მივესალმები და ვთხოვთ რომ გვიამბოთ ცოტა რამ თქვენი ბიოგრაფიული მონაცემები და შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი მელიტონ ბალანჩივაძის შემოგთავაზებთ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ჩემი ბიოგრაფია, მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ხელოვნებასთან, მუსიკასთან, სიმღერასთან, პროსტულად. და საიდან მოდის ახლა ეს სიყვარული სიმღერისადმი და დამოკიდებულება სიმღერისადმი? ეს მოდის პირველ რიგში ოჯახიდან. იქ სადაც მე ვიზრდებოდი, სადაც მე დავიბადე, ეს კახეთში, ქიზიყში მოხდა, სიონაგის რაიონის სოფელ ვაქირში. ამ ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა. პაპაჩემი გახლდათ ცნობილი მომღერალი, სანდრო კავსაძის პირველი გუნდი რო ჩამოყალიბდა 1896 წელს, სადაც ვანო სარაჯიშვილიც მღეროდა, იქ მღეროდა პაპაჩემიც, დავით ქოქიაშვილი. მერე პაპაჩემი წავიდა სამღვდელო საქმიანობას მიიღო ხელი და რამოდენიმე ეკლესიის, ესე იგი, წინამძღვარი გახლდათ. ასე რომ ოჯახში დედა შესანიშნავად მღეროდა, შესანიშნავად წინვალად კაიხმას ჰქონდა სხვათა შორის და გიტარა როგორც მაშინ მოდაში იყო, ბანტიანი გიტარა და რასაკვირველია ასე და ყველა მღეროდა, მამაც მღეროდა და ასე რომ ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა. და მღეროდა სხვათა შორის თქვენ წარმოიდგინეთ რომ მღეროდან ჩემი ორივე დები, რომლებმაც შემდეგ კონსერვატორიას დაამთავრეს. ვოკალური განყოფილება. არა, საფორტეპიანო განყოფილება, მაგრამ შესანიშნავად მღეროდნენ სხვათა შორის. და რასთანაა დაკავშირებული საერთოდ ახლა ჩვენი ქართული ჭეშმარიტების მიხედვით, რა ქვია, ცნობილი ჩვენთან ყოველთვის სალონური სახის სუფრები იშლებოდა ჩვენთან. თითქმის ყოველ დღე იყო სტუმარი გამოულევლად ჩვენთან და ახლა სადაც სიმღერაა და სადაც კაი კეიფი შეიძლება ყოფილიყო, ყველა აქეთ მოილტოდა, რასაკვირველია და აი ამ ფონზე მე ყველა ინსტრუმენტი ჰქონდა ოჯახში. დები სწავლობდნენ უკვე ფორტეპიანო ჰქონდა, რა ქვია. ჰქონდა დედაცემს გიტარა, ბანტიანი გიტარა და ჰქონდა აკორდეონი, რომელიც ჩემთვის სპეციალურად ჩემთვის შეიძინეს, სხვათა შორის პირველი დაკვრა მე ესე იგი აკორდეონზე მომიხდა, იმდენად მაინტერესებდა, რომ აი რადიოს თაობა ვარ ჩვენ, რადიოში რომ მოვისმენდე რაღაცა სიმღერას, ასე ეგრევე გადამქონდა მე რა ქვია აკორდეონზე და მღეროდი გაუთავებოდი. და შემდეგ მოხდა ასეთნაირად რომ მე ჩავედი ქუთაისში და მოეწყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა გადამუშავების ტექნოლოგიაზე. მაგრამ იმდენად კარგი მონაცემები მქონდა, რომ ვოკალური მონაცემები, რომელიც სრულიად შემთხვევით მუსიკალური ტექნიკუმის დირექტორმა თეიმურაზ კობახიძემ მომისმინა სუფრაზე სხვათა შორის. მე თამადა გახლდით და ამ სუფრის მსვლელობის დროს გავედი, რა ქვია, როიალი ედგა ოჯახში და მხოლოდ შედერც ჩემი აკომპანიმენტით ვიმღერე და შევასრულე. მერე თავად შემოვიმღერე მარხაზის არია დაისიდან და ეს პიროვნება სუფრაზე იჯდა, გაკვირვებული იმისმენდა და მოვიდა ჩემთან და მეუბნება რომ ხვალ აუცილებლად მობრძანდეთო თქვენ ტექნიკუმში, აუცილებლად. ხო და მივედი მეორე დღეს ახლა მუსიკალურ ტექნიკუმში, დაუძახა პედაგოგებს, სიმღერის პედაგოგებს, ვინც იყო 1-7-8 პედაგოგი შეაგროვა, აბა ერთი მოусმინეთ ამასო კაცო. აბა თქვენო გუშინო რაც იმღერეთო, აბა ისინი იმღერეთ ეხლაო და მომღერეს ახლა ის ჩემი აკომპანიმენტის ქვეშ მხოლოდ შედერს და თავად შემო და გამოცდები დამთავრებული იყო უკვე, ეს იყო სექტემბრის ბოლო. ხო და
ეს უნდა ჩავრიცხოთ ტექნიკუმში. ჩაირიცხეთ? ჩავრიცხეთ პირდაპირ. რომელ განყოფილებაზე უნდა? ვოკალურ განყოფილებაზე. ხო, საშა იყო მამუკელაშვილი, პედაგოგი, ვოკალის პედაგოგი და იმასთან გამამწეს რო დაამთავრეთ, შემდგომ გააგრძელეთ? არა, ესე იგი არ დამთავრებია მე. ტექნიკუმში აღარ გამიგრძელები 6 თვის მერე მე დავანებეთა, იმიტომ რომ ქუთაისში იყო აუღებელი სუფრები და მე სუფრის გადავკიდე არ შეიძლებოდა ან სუფრაზე უნდა ყოფილიყავი, ან კიდევ ვოკალს უნდა მიყოლოდი და მე რაღაცა რატომღაც მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ახლა 19 წლის და სუფრა ვარჩიე ჯერჯერობით, სუფრა ვარჩიე და დავანებე თავის სიმღერას. სხვადასხვა ამ საშა მამუკელაშვილთან ამთავრებდა უკვე ტექნიკუმს მაყოლა ქასრაშვილი. ვოკალურ ფაკულტეტში. ხო და ახლა გამოვედი საშა მამუკელაშვილი შენ დიდ შეცდომას უშვებო მითხრა მე რომ აღარ მოდიხარო და მოდერნჯერ დამიბარა მიყვანა რაღაცა რო ვიცი მეულო რაღაცა მაგრამ არაფრით არ ვქენი და მე თბილისში რო ჩამოვედით უკვე თბილისში და დავამთავრე ტექნოლოგიური ფაკულტეტი აქ უკვე ისეთი სიტუაცია შეიქმნა სიტუაცია უბრალოდ ძალიან ბევრს ვღეროდი სანდრო მირიანაშვილის ნაწარმოებებს და სანდრო მირიანაშვილმა თქვა რომ ისო უნდა გავასინჯოთო იტალიიდან არის ჩამოსულიო ნინო ცერცვაძეო აქვია იტალიიდან ჩამოსული ქართველი რომელიც ემიგრანტად იყო იტალიაში და იქ სწავლობდა ვოკალში და შესაძლოა იტალიაში ნამღერი ჰქონდა ამ ნინო ცერცვაძეს და ჩამოსული იყო თავის ქალიშვილთან ერთად ბაქოს ქუჩაზე ცხოვრობდა და მივედით მე სანდრო მიმიყვანა ნინო ცერცვაძესთან და ნინო ცერცვაძემ თქვა რომ ამან რასაკვირველია უნდა აუცილებლად უნდა გაიაროსო და მე რაღაცა ალბათ შეიქნა თვითონ უკვე ასაკშიც იყო კაბატონი ნინო და მე პოლონეთთან იყო ჩამოსული წინვალე ბარიტონის მქონე საყვარელიძე და ბარიტონი ქონდა. ბარიტონი, დიახ. და ამავე დროს პედაგოგად იყო მეორე მუსიკალურ სასწავლებელში, პლეხალო, სადაც ეხლა. დიახ. მეც მაგი დავამთავრე. ხო, გერმანიის არის რა ქვია საელჩო. იქ და მითხრა ამანაც რომ მომისმინა თქვა რომ ჩააბარე იქაო და ჩემთან იქნებიო შენო და ერთი წელი შემდეგ სამწუხაროდ ესეც გიორგი საყვარელიძეც გარდაიცვალა. და მე გარდაცვალების შემდეგ მე გამანაწილეს ნაცერო წერეთელი იყო ასეთ პედაგოგად, ვოკალის პედაგოგად მეორე მუსიკალურ სასწავლებელში, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა დავით ანდღულაძის კლასი. დიახ. ხო და კაბატონმა ნაცელომ რა ქვია მოინდომათ რომ გინდა თუ არა არავითარ შემთხვევაში დავით იასონოვიჩს უნდა გავასინჯო შენი ხმაო და შენი მონაცემებიო. ხო და კი მე რაღაცას თითქოს ჭოჭვანობდი აკეთა თითქოს უკან ვიხევდი მაგრამ კაბატონმა ნაცელომ თავისი გაიტანა და მიმიყვანა 11 სართულიანი სახლი მერვე სართულზე ცხოვრობდა დავით ანდღულაძე მიმიყვანა და გამსინჯა მოვისმინა დათიკომ და თქვა რომ ძალიან კარგი რაზე ელაპარაკია და ასე ჩავაბარე მე კონსერვატორიაში დიახ კონსერვატორიაში მისაღები გამოცდაზე მივიღე 5 ნიშანი 5 დათიკომ ამიყვანა თავის კლასში და 5 წელი მე სწავლობდი დათიკო ანდღულაძესთან. ამის შემდეგ მე მონაწილეობას ვღებულობდი რასაკვირველია კონსერვატორიის ესე იგი დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობდი ძალიან აქტიურად სხვადასხვა გამოდიოდი კონცერტებზე სანდრო მირიანაშვილის სადმე კონცერტი ჰქონდა ხოლმე ყოველთვის მე მიძახდა და სანდრო მირიანაშვილის რომანსებს ვასრულებდი. და სხვადასხვა მონაცემები იყო ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი. მე გამოვედი 71 წელს ჩატარდა ზაქარია პალიაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილე. და მაშინ ჩატარდა, ესე იგი
პირველი ვოკალისტთა პირველი რესპუბლიკური კონკურსი. და იმ კონკურსის ლაურეატი გავხდი მე. მაგრამ ამავე დროს მე რა ქვია დავედი რა ქვია მოსკოვში საიტალიო კონკურსზე. და გავიმარჯვე საიტალიო კონკურსზე. ხო, ჟენია რესტერენკო იყო რა ქვია ჟიურის თავმჯდომარე და ის კი არა ჟენია რესტერენკო თვითონ კონკურსზე მომისვენა ბეთჰოვენის დარბაზში იყო მოსმენა და დამიბარა მეორე დღეს კონსერვატორიაში ის იყო კათედრის გამგე იყო ვოკალისტთა კათედრის გამგე და დაცხონებული დავით გამრეკელიც კი შემხვდა იქ რა ქვია ხო და შემხვდა რასაკეთებ აქ გადავკოცეთ ერთმანეთი ცხონებული დიდებული მომღერალი რა თქმა უნდა რასაკვირველია გასაოცარი პიროვნება დაუდახეს უყოლა პედაგოგებს რა ქვია და ერთი მოусვინეთ ხო ესტეროკოვე უნდებოდა მოიყვანა ერთი რა ვიცი ვოკალის პედაგოგები ვინც კი იყო ხო და პირდაპირ ერთი 5-6 არიან მომღერეს რა ძალიან კარგი ეს ქართულს რა სიმღერებთო და მეუთხარი აკაპელას ვიმღერებ ურმულს მეთქი რა ურმულს და ვიმღერე ხო და ეს წამოდგა ფეხზე ჯენია ესტერენკო მოვიდა ხელი ჩამომართა და თქვენო შესანიშნავი ხმა გაქვთო იტალიური მანერა გაქვთ სიმღერის იტალიური მანერა გაქვთო თქვენო დიდი წარმატებები გელითო და აი კიდე მოვიდა მე რა ქვია ესა მე გასაგებია ბატონო გელა დიდი გზა გაგვი ძალიან კარგი ასე განვითარდა ჩვენ ეხლა შევუდგეთ მელიტონ ბალანჩევაძის ცხოვრებასა და მის მოღვაწეობაზე და მის ხელოვნებაზე გვიამბეთ და ჩვენ მოტანილი მაქვს მე რამოდენიმე ვიდეო და ჩვენ იმას გავუშვებთ. მოდით დავიწყოთ მელიტონ ბალანჩევაძის ცხოვრება როგორი იყო და მისი შემოქმედება. ძალიან საინტერესო. დიახ. ალბათ მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდიდან მოყოლებული მე-20 საუკუნის დასაწყის პერიოდში საქართველოში მოხდა ქართველი კომპოზიტორების აღზევება, რომ ითქვას აღზევება. ეს იყო მე ვთვლი რომ ეს იყო ოქროს ხანა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. მაშინ გამოვიდა ნასპარეზზე ზაქარია ფალიაშვილი, არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩევაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხოვაშვილი. და მე ვთვლი რომ ქართული კლასიკური ხელოვნების მუსიკის, კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი პირველი ფუძემდებელი მართლაც მელიტონ ბალანჩევაძე გახლდათ. პირველი ოპერა ვინც შექმნა ბატონმა მელიტონმა შექმნა მელიტონ დარეჯან სპიერზეა საუბარი დარეჯან სპიერის შემდგომ რუსეთში რომ მოღვაწეობდა 28 წელი მე ეს რუსეთში ცხოვრობდა დიახ ხო და იქამდე რა ქვია ეს მელიტონ ბალანჩევაძე დაიბადა ანტონ ბალანჩევაძისა და ივლიტე ასათიანის ოჯახში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში. 8 წლის მელიტონი შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. აქ იყო დიმიტრი აღნიაშვილი, გუნდის ხელმძღვანელი, საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელი და პატარა ბავშვი 12-13 წლის ბავშვი ჩარიცხა თავი ისეთ წკრიალა ხმა ჰქონდა და ისეთი შესანიშნავი ხმა ჰქონდა რომ ლამაზი ხმა ჰქონდა რომ ადგადა პატარა ბავშვი ესე იგი 12 წლის ბავშვი ჩარიცხა მაშინ გუნდში ხო შემდეგ ის სასწავლებელს რომ ამთავრებს ბატონი მელიტონი მერე გადადის გიმნაზიაში მაგრამ გუნდში აგრძელებს სასაკვირველია ისევ რა ქვია სიმღერას 1800 უпростоროდ 77 წელს მელიტონი ჩამოდის თბილისში და სწავლას აგრძელებს თბილისის სასულიერო სემინარიაში. და აქ იყო ესე იგი გუნდი არსებობდა, საეკლესიო გუნდი არსებობდა და ლოტბარი იყო ვიღაც აუშევი. სადაც მაშინ ქართველები საერთოდ როგორც ლოტბარები, როგორც ხელმძღვანელები, როგორც მუსიკის რა ქვია წამყვანები, მუსიკოსები საერთოდ იშვიათი იყო საერთოდ. იყვნენ უცხოელები, ან რუსები იყვნენ, ან რა ქვია, ან უცხოელები.
უცხოელიც ხო მე რა ქვია იოსებ რატელიც ხო ჩეხი ჩაუდგა სათავეში ქართულ სიმღერას და მან ეს იყო კლასიკური განათლება ჰქონდა თვითონ იოსებ რატელს ხო და მელიტონ ბალანჩივაძე ესე იგი აგრძელებდა რა ქვია მუსიკალურ განათლების მიღებას მაგრამ ოფიციალური როგორც ასეთი ოფიციალური სწავლის საშუალება თბილისში არაფერი სასწავლებელი არ იყო და ვერც მიიღებდა ამიტომ აუშევის დახმარებით მიიღო და მუსიკალურ თეორიასაც დაეუფლა სხვათა შორის ხო და 80 წელს უკვე 18 წლის იყო მელიტონი ხო, უკვე თბილისშია და იმდენად ეს არის 1880 წელი. 1880 წელი. 1880 წელი, 18 წლის არის შენ მელიტონ ბალანჩივაძე და გავლილი აქვს მუტაციის პერიოდი, ხო და აღმოაჩნდა შესანიშნავი ბარიტონი. და იმდენად გაიტაცა ამ რა ქვია ბარიტონის კლასიკური სიმღერისა ინტერესმა რომ რა ქვია ის ჩარისხეს ფილიმონ კორიძის ჩამოსული იყო იტალიიდან ფილიმონ კორიძის ცნობილი ბანი და რა ქვია დიდი ქართველი ხელოვანი ვინც საგალობლების მომძიებელი და ფაქტიურად კი აღმომჩენი ხო და დაეხმარა და ჩაარისხია ესე იგი საოპერო მაშინ გუნდში ოპერის გუნდში სად მაგი თბილისში ჩაარისხეს და შემდეგ ისე დაერათ მოხდა რომ ეს სოლო პარტიები მიცეს უკვე ამან ზარეცკი იმღერა, ესე იგი ევგენი ონეგინში და რაც თავარი ვიოლეტას პარტია იმღერა, მთავარი პარტია ოპერაში ფაუსტი. ნუ ასე რომ ესე იგი ამას ჰქონდა უკვე საოპერო ესე იგი მიმართულება. დიახ, ეხლა მე მაინტერესებს მაინც მისი საოპერო შედევრებზე საუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ვიდეოები და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და დროს უნდა გავითვალისწინოთ. ეხლა მისაუბრეთ, როდის შექმნა მან დარეჯან ცვიერი? დარეჯან ცვიერი მაგას შექმნა უკვე მოსკოვში რომ წავიდა სასწავლებლად. 30 წელი წერდა მგონი, ხო? ძალიან დიდხანს წერდა, კი. შემდეგ ის ლადო აღნიაშვილის გუნდშიც ვღეროდა. სხვათა შორის. ერთი პერიოდი რაღაც თვითონაც სამოაყალიბა. აი საოპერო მიმართულება მან შეცვალა ქართული ხალხური მიმართულებისკენ და ინტერესი გაუჩნდა ქართული ხალხური შემოქმედების აღმოჩენის და ნოტებზე შექმნის იდეა. მან ჩამოაყალიბა 12 კაციანი ჯგუფი და გააკეთა ქართული ხალხური სიმღერები და ერთი დაახლოებით 17 სიმღერა, ქართული ხალხური სიმღერა გამოქონდა კონცერტები გააკეთა არწლუნის ჩაწერას აკეთებდა კიდევაც მაგას ნოტების სანოტო სისტემა აი თავარი თეორიული განათლება ჰქონდა აუშევის მეშვეობით რა თქმა უნდა ესე იგი ოფიციალურად ესე იგი რა ქვია არ უსწავლია კლასიკური არც სასწავლებელი დაუმთავრებია არც არაფერი დაუმთავრებია მაგრამ იმდენად ნიჭიერი იყო რა ქვია და რომ ესე იგი მან ეს შეძლო და გააკეთა და ის კი არა მე ფილიმონ კორიძე წავიდა გურიაში და გურული სიმღერები მოიწია და სპეციალურად სთხოვა მელიტონს რომ წასულიყო ეს კიდე იმერეთში და წავიდა ეს ქუთაისში და იმერეთის სოფლები მოეარა რომ აღმოეჩინა ესე იგი ხალხური შემოქმედების ესე იგი შედევრები ხო ფოლკლორი რასაკვირველია ხალხური სიმღერები აღმოეჩინა და გადაეტანა ყველაფერი ეს ნოტებზე და 86 წელში ჩამოვიდა და მღეროდა იმაში ლადო აღნიაშვილის გუნდში. ხან თითქოს ლოტვარობდა კიდევაც რა ქვია. ნუ მრავალმხრივი იყო და ის კი არ ჩამოაყალიბა ორკესტრი კაცო. იმ პერიოდში ესე იგი ხალხური სიმღერის კონცერტი ხალხური სიმღერა ხო აღნიაშვილის ანსამბლი გამოდიოდა. საკრავთა ორკესტრი ჩამოაყალიბა? არა, ხალხურ საკრავთა არა. კლასიკური. ხალხურ საკრავთა ორკესტრი ჰქონდა ახლდა თვითონ რა ქვია აღნიაშვილის გუნდს სხვათა შორის. დიახ. აიმიტომ ჩაგეკითხეთ. არა, აღნიაშვილის გუნდს ახლდა ქართულ საკრავებს იყო, პანდურის იყო, რა ქვია. ჭონირიც იყო და დიახ. დაირაცხდა ისენიც კი ყველაფერი.
და ამან ჩამოაყალიბა კლასიკური მიმართულების, ესე იგი მუსიკალური ინსტრუმენტების ისა და ქართული სიმღერების ყოველ და ყოველ იმ დღესვე გამოდიოდა ხოლმე თვითონ კონცერტებით, რასაც უკვე დირიჟორობდა. დირიჟორობდა ეს რა ქვია თვითონ ეს და ამ ქართულ სიმღერასაც იოსებ რატილს ეხმარებოდა როგორც აი რა ქვია თანაშემწესავით იყო ეხმარებოდა ლოტბალობაშიც ხოთაშორის იმ გუნდის ლოტბალობაში. უკვე 99 წელს მაგან შექმნა წინვალე რომანსები. დიახ. კლასიკური მე მიმაჩნია რომ კლასიკური რომანსების შედევრები არის რასაკვირველია აი 99 წელს რაც შექმნა ბატონმა მელიტონმა. ეს არის ნანა. ეს არის ოდესაც გისქერ და დარეჯანსფერი და ნანა. არა, დარეჯანსფერი შემდეგ შექმნა. მე შექმნა? ამ რუსეთში რო იყო. და 99 წელში ამ შექმნა ეს სამი რომანსი რომელიც არის სათავე ქართული კლასიკური რომანსების სათავე. მაგალითად, მოდით ჩვენ ახლა გავუშვათ შენ გეტფი მარად. აი ეს ვიდეო მინდა გავუშვათ. შენ გეტფი მარად კი ბატონო. ერთი წამით. დიახ, ბრძანეთ ახლა. აი ეს ორივე რომანსი, ოდესაც გისქერდა შენ გეტფი მარად, ჩემი სოლო კონცერტების მუდმივი თანამგზავრი იყო. მე ყოველთვის ვღელოდი მაგას, რა ქვია, ოდესაც გისქერდა, ის კი არა ჩაწერილი მაქვს, რა ქვია, გრამფირფიტაზეც, რა ქვია, ოდესაც გისქერდა კომპაქტს. ოდესაც გითხრით ჩვენ დავასრულებთ მაგის თქვენი შესრულები. ბატონო. დიახ. ხო და 99 წელს უკვე მიდის ახლა მელიტონი მიდის უკვე პეტერბურგში და ეწყობა კონსერვატორიაში. დიახ. ჯერ ვოკალის რა ქვია, ვოკალის განხრით, მაგრამ შემდეგ რა ქვია, რუბინშტეინი იყო კონსერვატორიის რექტორი და მისი ასე ვთქვათ, რა ქვია, შევით გადავიდა საკომპოზიციო პეტერბურგის კონსერვატორიაში. პეტერბურგის კონსერვატორიაში და გადადის რიმსკი-კორსაკოვის კლასში, რა ქვია. და გადის როგორც საკომპოზიციო კლასში გადადის და სწავლობს რიმსკი-კორსაკოვთან. და აი აქედან იწყება ინტერესი კლასიკური, რა ქვია, მუსიკისადმი და აქედან იწყება ინტერესი ყველაფერი, რა ქვია. შემდეგ ის ასაკვირველი დამთავრების კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ის რჩება რუსეთში. ხოთაშორის იქ ოჯახდება, რუსი მეუღლე ყავდა მას. ხო და დარჩა და იქ მოყავდა თითქოს 28 წელი იყო რუსეთში, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობასთან კავშირს, რა ქვია, არ კარგავდა. ყოველთვის ჩამოდიოდა ხოლმე, აი სწავლის პერიოდში, კონსერვატორიის სწავლის პერიოდში ჩამოდიოდა და ქართულ ხალხურ სიმღერების ფოლკლორს ეძებდა და იწერდა. მათ შორის იყო კახეთშიც, სვანეთში მოძიებული, რაც კი ასკე მოიძია, ჩამოიტანა მე ქუთაისში და კონცერტი გააკეთა სპეციალურად ამისთვის და ხო და აი ამიტომ ქართულ ფესვებზე იყო აღმოცენებული მისი მთელი მისი შემოქმედება. დიახ, აი ეხლა მე ამბეთ ცოტა დარეჯანსფერზე, დროში ჩავედიოთ. გვიან იწყებს ეს დარეჯანსფერის რა ქვია. იმიტომ რომ ოპერის და დიდხანს მოუნდა სხვათაშორის, დიდხანს 30 წელია მე ვიცი. ხო, და დიდხანს მოუნდა და ნაწყვეტ წერდა, რა ქვია, ნაწილი წერდა. ხო და დაამთავრა უკვე რა ქვია 1900 ნუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, გავაგზავნე. 1900 რაღაც 5 წელში. ეხლა რამოდენიმე წლის უკან მისი 160 წლისთავი იუბილე გადაიხადეს საქართველოში. მაქვს მე მაგის ვიდეო და ეხლა მინდა შევთავაზო ჩემს ძვირფას მაყურებელს. ბატონო. პირველი ქართული ოპერის მელიტონ ბალანჩივაძის დარეჯანსფერის კლავირის გაციფრულება გამოცემის პრეზენტაციას კონსერვატორიის მცირე დარბაზმა უმასპინძლა.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის არქივში დაცულ ხელნაწერს დროთა განმავლობაში განადგურება ემუქრებოდა, თუმცა წელს მისი გაციფრულება მოხერხდა. გამოცემასთან ერთვის აუდიო ჩანაწერი, რომელიც საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდში ინახებოდა. ჩვენი დონორის მუხრანის რეგიონული ეკონომიკური განვითარების ფონდისა და ჩვენი პარტნიორის, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით გამოიცა მელიტონ ბალანჩივაძის ქართული ოპერა. ამ გამოცემის მეშვეობით სტუდენტებს და პროფესიონალ მომღერლებს საშუალება ექნებათ, რომ გადაშალონ და ისწავლონ და შეასრულონ. შემდეგ ეს უკვე როდესაც საორკესტრო შესრულებაზე და სცენაზე გადატანაზე იქნება საუბარი, ამას უკვე პარტიტურა დაჯერდება. პარტიტურაც საკმაოდ დაზიანებული და ისიც გამოცემაზე გაციფრება საჭიროებს, თუმცა ეს უკვე მომდევნო ეტაპია. არის კიდევ მინიმუმ 10 ნაწარმოების სიაში. და პრიორიტეტი იქნება იმის და მიხედვით, რომელიც უფრო ცუდღიშია. პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. ხელნაწერების შესწავლა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, თუმცა კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლების დიდი მონდომებისა და რამდენიმე წლიანი შრომის შედეგად იდეა განხორციელდა და საბოლოო სახე მიიღო. ძალიან მიხარია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში მომეცა საშუალება მიმიღო მონაწილეობა. ახალი გამოცდილებაა ჩემთვის და ძალიან მოხარული ვარ. ურავდი რაღაც ვაკვირდებოდი, იმიტომ რომ იქ რაღაცა მაინც ხელნაწერია და ხელნაწერში ყოველთვის რაღაცა ჩანს, არა ჩანს, იქთან ძველი, რომელი რა ნოტია, რა სიტყვა სად არის ის. როდესაც მე მომართეს ამის შესახებ, რაღაცნაირად ეს მესია მომნა, უჯერეთი რომ მე მომართეს და აქედან გამომდინარე რომ ეს საქმე წინ წავიდა და რაღაც რეალობის ელფერი დაედო, აი ამას ყველაფერს რომ რეალურად ეს შეიძლება მოხდარიყო. პირველი ქართული ოპერის მელიტონ ბალანჩივაძის დარეჯან ცბიერის გამოცემა კომპოზიტორის 160 წლის იუბილეს დაემთხვა. ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს პრეზენტაციის შემდეგ კონცერტიც მიეძღვნა, სადაც კონსერვატორიის სტუდენტებმა სხვადასხვა არია შეასრულეს. საღამოს დასასრულს კლავირების ნაწილი სამიზნე აუდიტორიას საჩუქრად გადაეცა. დიახ, გავაგრძელოთ და იმ დროს საქართველოში ოპერები იდგმებოდა, იტალიური ოპერები იდგმებოდა იტალიურ ენაზე, რუსული ოპერები იდგმებოდა რუსულ ენაზე. დიახ. და გადაწყვიტეს ქართველმა ხელოვანებმა, კერძოდ კომპოზიტორებმა, მათ შორის ზაქარე ფალიაშვილმა, ია კარგარეთელმა, დიმიტრი არაყიშვილმა და თვითონ რა ქვია მელიტონ ბალანჩივაძემაც, რომ გადმოეკართულებიათ რა რუსული და მან დიდი მონაწილეობა მიიღო რუბინშტეინის დემონის ქართულად გადმოკართულებაში. და შემდეგ ეს დემონი იდგმებოდა თბილისის ოპერის თეატრში ქართულ ენაზე. და ის მელიტონ ბალანჩივაძე ჩამოდის უკვე საქართველოში 1917 წელს, ესე იგი რევოლუციის შემდეგ, რევოლუცია რომ მოხდა, რა ქვია რუსეთში. იმის შემდეგ ჩამოდის ის საქართველოში და მთლიანად ესე იგი ჩართული არის ქართული მუსიკალური რა ქვია მუსიკის განვითარების საქმეში. ის არის ესე იგი ორგანიზატორი და თაოსანი მუსიკალური სასწავლებლების და მუსიკალური სკოლების და მუსიკალური სასწავლებლების პირველ რიგში მან დაარსა ქუთაისში მუსიკალური სასწავლებელი. დიახ, სასწავლებელი და სკოლაც არის. ხო, და რომლის მუსიკალური სკოლა და მისი სახელობისაც არის დღევანდელი ქუთაისის საოპერო თეატრი, გასაკვირველია. და იწყებს აგრეთვე 1929 წელს მან ესე იგი საფუძველი ჩაუყარა ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელს და მუსიკალურ სკოლას. დიახ, და რამოდენიმე სკოლა სხვადასხვა საქართველოს რა ქვია მასშტაბით. მათ შორის რამოდენიმე რაიონში დააარსა მუსიკალური სკოლები სხვადასხვა. ეს იყო ესე იგი ინიციატორი აი ამ მუსიკალური სასწავლებლების და ამის პროფესიონალურ დონეზე წარმართვის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მე რა მიხარია, იცით, ბატონო გელარო, ეხლა მისი ეს ხელნაწერები და საერთოდ გამოცემული იმდროინდელი დარეჯან ცბიერი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და უკვე დაინტერესდნენ ამით და ხდება მისი აღდგენა, რაც ძალიან ძნელი, ამის ვიდეოც მაქვს მე მოტანილი და აუცილებლად ვაჩვენოთ უნდა ჩვენს
ძვირფას მაყურებელს თუ როგორ ახერხებს დღეს ჩვენი მუსიკაცოდნები რომ შეაგროვონ და განაახლონ და მოიყვანონ წესრიგში ეს უნიკალური ნიმუში, რასაც ქვია დარეჯან ცვიერის ხელნაწერები და ძველი გამოცემების რესტავრაციაც მიმდინარეობს ახლა. ძალიან მიხარია, მოდით ასე ვთქვათ და ალბათ ძალიან მალე თვითონ ვინც არიან მკვლევარები დღევანდელი, ისინი ამაზე მუშაობენ და საკმაოდ ხანგრძლივი დრო სჭირდება. თუმცა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ეს ხელნაწერები და ის პირველი გამოცემა თვითონ კლავიერი ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა. ნუ იქ სინესტეში ალბათ რაღაცა განიცადა ესა და პირობები არ იყო სათანადო პირობები. დია განსაკუთრებით 90-იანი წლებმა ძალიან ცუდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ საცავებში როგორც ჩანს არ იყო ისეთი მდგომარეობა რომ დაცულიყო ყველაფერი. ხო, აი ეხლა კიდევ მინდა ორიოდე სიტყვა რაც დაგჭათ, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა დრო გრჩება, რომ თქვენი ვიდეოც გავუშვათ. 37 წელს 1900 საქართველოს ქართული დეკადა რომ იყო მოსკოვში, აი იქ წარმოაჩინეს, რა ქვია, მელიტონ ბალანჩივაძის ოპერა, თამარ ცვიერი კი არ იყო, თამარ ცვიერი, აი რა კარგად თქვით ახლა, დარეჯან ცვიერი, იმიტომ გადაარქვა რომ აკაკი წერეთლის ნაწარმოებია თამარ ცვიერი, ხო მართალია და ეხლა შეიძლება რომ მეფე ყავდა ასეთი დიდებული ქალბატონი ერთი და ის ყოფილიყო ცვიერი. სპეციალურად ესე იგი შეაცვლებინა სახელი. თვითონაც ძალიან ეთყობა, ძალიან დაფიქრდა ამ საკითხთან დაკავშირებით და შეიცვალა და დაერქვა დარეჯან ცვიერი. წარმოადგენს 1927 წელს მოსკოვის დეკადაზე, ქართულ დეკადაზე. როგორი წარმატება ქონდა, როგორი ინფორმაცია? წარმატება იყო რასაკვირველია დიდი, იმიტომ რომ ქართული ოპერები, 4 ოპერაა ჩვენეს, თქმულება შოთა რუსთაველის წარსულს. კიდევ და ზაქარია ფალეაშვილის 2 ოპერა. აბესალომ და ესე და დარეჯან ცვიერის. 4 ოპერა წარმოადგენს და 4 ოპერამ ძალიან დიდი, ნუ განსაკუთრებით დიდი ფურორი მოახდინა, რა ქვია, ზაქარია ფალეაშვილის აბესალომმა. აბესალომმა და დაისმა იყო მალეცი. ფურორი კი არ ვიცი, აღარ უშვებდნენ დარბაზიდან აღარ უშვებდნენ თურმე მთელი, რა ქვია, მომღერლებს და რამოდენიმე ჯერ გაამეორებინეს არიები და ნუ რა ვიცი, იყო ძალიან ისეთი, რა ქვია, დიდი შთაბეჭდილება. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თვითონ ბატონი მელიტონ ბალანჩივაძის ოპერამაც და ქვია დიმიტრი არაყიშვილის ოპერამაც, ეს ქართული ოპერების. ქართული ხელოვნების წარმოჩენა მოსკოვის სინამდვილეში საკავშირო მნიშვნელობით, ამას დიდი ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აქ წარმოჩნდა ქართული კულტურის ესე იგი ყველა მიმართულება. გარდა ოპერების, აქ იყო თეატრის წარმოჩენა, ქართული თეატრის, რომელიც იყო რასაკვირველი დიდი მიღწევები ჰქონდა. და სხვადასხვა ის 35 წელს უკვე მელიტონ ბალანჩივაძე კიდევ დაუბრუნდა ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმის დირექტორობას. ხო, და გარდაცვალებამდე იქ იყო 37 წელს გარდაიცვალა მელიტონ ბალანჩივაძე 75 წლის ასაკში და დაკრძალულია, რა ქვია, დედობეში არ არის. ბაგრატის ტაძრის გალავანთანში. იქ არის, ქუთაისშია და ქუთაისში. ბაგრატის ტაძრის გალავანშია დაკრძალული მელიტონ ბალანჩივაძე. იმიტომ მე ვეძებდი მაგას და სად განისვენებს მე კიდევ ვერ მოვძებ. ხო, არა, იქ არის ქუთაისში. თავისი სურვილით არის ეს მოხდარი თუ ქუთაისლებმა ვერ გაიმეტეს აქეთ. მე ასე მგონია რომ უფრო შეიძლება თვითონ სურვილის ქონდა. თვითონ მე ასე მგონია, იმიტომ რომ იმდენად, რა ქვია, პატივსცემდა და უყვარდა საერთოდ ქუთაისი, რომ და ქუთაისი საერთოდ ქუთაისი თვითონ როგორც ასეთი არის ქალაქი, რომელმაც სადაც იშვა და დაიბადა
რა ვიცი, ქართული ხელოვნების ესე ყველა მიმართულების, რა ქვია, ნიმუშები, წყინვალე ნიმუშები, შესანიშნავი ადამიანები მის ჩამოგვითვალეთ თუ გახსოვთ. ქუთაისმა ერთია წერილობა. ფალიაშვილები ახლა ზაქარია და ივანე ფალიაშვილები. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. გასაკვირველია. მწერლები რა, რომელიც გინდა. კი ბატონო. გალაქტიონი თუნდაც, აკაკი თუნდაც, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, გასაკვირველია. დიახ. ბერიკო ანჯაფარიძე, კი ხარ დამოდი. ეხლა ბატონო გელა ჩვენ უახლოვდებით ჩვენს გადაცემას და თქვენ სიმღერა გაქვთ თქვენივე შესრულებით მოტანილი და რა სიმღერას ვთავაზობთ? მე მგონი ეს გახლავთ მელიტონ ბალანჩივაძის მიასწრული ერთ-ერთი შესანიშნავი და ბრწყინვალე კლასიკური რომანსი, ოდესაც გისქერ. მიუხედავად იმისა, რომ ის, რა ქვია, ძალიან ესეთი მოკლეა და რა ქვია, მაგრამ იმდენად ეფექტურია და იმდენად ყველაფერი ამ წუთსა და ტექსტი მგონი ვოლსკის არის, ხო თუ არ ვცდები? ტექსტი მე მგონი ვოლსკის არის. დიახ. და წუთი და 15 წამი უკავია ამ რომანს. მაგრამ მიუხედავად ამ დროის სიმცირისა, მასში იმდენი საინტერესო მომენტები და იმდენი ეფექტური, რა ქვია, ნიუანსები და მუსიკალური თვალსაზრისით, რომ არ ვიცი, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთი შედევრი გეთანხმებით და არ არსებობს სარომანსო ისტორიაში. და მე არ მეგულება არც ერთი მომღერალი, რომ მას ეს რეპერტუარში ძალიან საჩინო ადგილზე არ ქონებოდა ტექსტ. მე ხუბეულები და დღევანდელიც ყველა კონცერტზე გამომქონდა მე ესა და შენ გეთფი მარად. დიახ, მე მიხარია, რომ დღესაც სულ ახალგაზრდები ძალიან კარგად ასრულებენ ამ რომანს. თქვენ იცით, რომ რომანსი თავისებურად ძალიან რთული შესასრულებელია. მე როგორც რომანსის მომღერალი, ჩემი წერა გახლავთ რომანსი, იცით თქვენ, ძალიან რთულია. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ნაწარმოები პატარაა. ამ პატარა ნაწარმოებში უნდა იმდენი რამე უნდა ჩადო და იმდენი რაღაცა უნდა წარმოადგინო, რომ მაყურებელს ესე იგი იმოქმედო და მოაწონო თავი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს დიდ აქვია ოსტატობას შეიცავს. დიდ ოსტატობას შეიცავს. მერე გეხარ რა მარტოდ გეხარ, რა ქვია, ოპერაში მაგალითად პარტნიორი ყავს გვერდზე რაღაცა და მაინც ის გეხმარება, ასეა თუ ისე და თამაშობ რაღაცა მოდრობ, მაგრამ კონცერტის დროს, რა ქვია, სოლო კონცერტის დროს დგახარ მარტო ფორტეპიანოს, რა ქვია, კონცერტმეისტერსა და მაყურებლის წინაშე და შენ უნდა იყო, რა ქვია, პასუხისმგებელი პასუხი გასცე ყველაფერზე ამ ნაწარმოების გეთანხმებით. ფაქტობრივად მოუყვე ამ ნაწარმოების მთელი შინაარსი უნდა მოუყვე მაყურებელს, რომ მაყურებლამდე მიიტანო. კი, გეთანხმებით, სწორედ ეს არის რომანსი, იმიტომ ვერ ასრულებენ ბევრი რომანსებს. დავსარიდებენ პირდაპირ გეტყვით, რომ აი, რა ქვია, ცნობილი საოპერო მომღერლების მაინც არ ეტალებოდნენ. მართალი გითხრათ მე რომანსების შესრულებას მაინც თავს არ იკლავდნენ სიმართლე რომ გითხრათ. ძალიან ერიდებიან და მის ხოთშორის ძალიან მიკვირს, რომ კაბატონი ნანის რეგვაზის შემდეგ მე ვითვლები რუსული და ქართული რომანსების შემსრულებად. ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ ძალიან მიკვირს სხვა მომღერლები არ კიდებენ ამას ხელს, იმიტომ რომ რას თქვენ ბრძანეთ, აი ეგ არის მას. ბატონო გელა უნდა და ვემშვიდობო ჩვენს ძვირფას მაყურებელს და თქვენი შესრულებით მოისმენენ ახლა ჩვენი ძვირფასი მაყურებლები არაჩვეულებრივ რომანს თქვენი შესრულებით ოდესაც გისქერ, კი ბატონო. და თქვენის ნებართვით დავემშვიდობები ჩემს ძვირფას მაყურებელს და ვეტყვი მადლობას მოსმენისათვის. ამიტომ მოусმენთ ახლა თქვენ
და ბატონი გელას მიერ შესრულებულ არაჩვეულებრივ რომანს მელიტონ ბალანჩივაძის ოდესაც გიცქერ. კარგად დადებოდეთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.